ეხლა გასწავლი როგორ უნდა მოადუღო თურქული ყავა, ოღონდ გადმოუსვლელად. პირველ რიგში დაგჭირდება ამისათვის ყავა, რომელიც ინახება სავარაუდოდ კარატაში. ცოტ-ცოტას იმიტომ ვინახავ, რომ კარგი მდგომარეობის და კარგი არომატით შენარჩუნდეს რა. ჟეზვე უნდა იყოს ძველი. აი, აგერ არის ჟეზვე. ძველი ჟეზვე აუცილებლად კარგი არის კარგი გემოსთვის. დაგჭირდება აუცილებლად ერთი ცალი კოვზი. აგერ არის. რამდენიც გინდა ყავა, როდალიო, მაგდენი წყალი უნდა ჩაასხა. დილისთვის აუცილებელია გემრიელი დოზა. აი ეს. სკაპ დაამატებ. აი აქამდე მოიყვა. ამას გადააქცე. თქვენ ვიდეოთი რადგან არიღებთ, ორი ხელი გექნებათ და ერთი ხელით ჟეზვეს გააჩერებთ წრეზე რომ არიაროს და მეორეთი გააგზავნებთ მორევას. წინასწარ გაწმენდილ გაზზე და დააყენებ დაბალზე რა. TikTok-ზე რო წერენ კომენტარს პირველ, ეგ რა მიღებული პრაქტიკა არის. Instagram-ზე რა ვერ წერენ. მე იმიტომ გადმომდის ხოლმე ყავა, რომ არ უყურებ ხოლმე ესე, მაგრამ მაინც შეიძლება გადმოგივიდეს ამ დროში რა. აი კაფე უკვე იცვლებს მდგომარეობას რა. დაიძვრება ძალიან მალე და ვაიმე რა ნერვები უნდა ეხა აქ დგომას დაყურყოს. მაგიტო უნდა გადმოგივიდეს ხოლმე რა, მე. აი ნახე დაიძრა ცოტა, ნახე. ვაიმე ალს უთქა გაზის ალს უთქა რამდენი ხანია. ნახე რა ყავა მომზავე. ძალიან მაგარია, შეგერგოთ. აუ ძალიან გემრიელი. ესეც ხელს ვსვავ, აი ხანია რა. შემილია რა, აი რაღაც ის და ძალიან სიამოვნებას გამოსცემ. მე მგონი მაგიტო ვოფლიანობ ხოლმე ხშირად. ბონ ყავით. აუ რა ყავა გავაკეთე.